ისამბებით 22 საათზე რეალ ტივის საინფორმაციო სამსახური მთავარი გამოშვებით ბრუნდება პირდაპირ ეთერში მე გიორგი ბარამიძე ვარ საღამოშვიდობის. კომპანია კრისტალის დირექტორი ლევან დაუთაშვილი დაკავებულია მას ბრალი 280 მუხლით აქვს საყენებული საქმე ეხება გუშინ ვილოს დასახლებაში 800 ლიტრიანი ავზიდან ქლორის გაჟონვას შედეგადაც 73 ადამიანი მოიწამლა დაშავდნენ დღის ამბები ჟურნალისტებიც როგორია დაშავებულების მდგომარეობა. საქართველოს დიდ პროგრესს მიაღწია მოდერნიზაციის და რეფორმების გზაზე ევროკავშირი ერთგული რჩება იმ კურსის, რომელიც ქვეყანამ დაისახა საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პერმა ვან რომპოის პირველი განცხადებები. ქვეყნის პირველმა პირმა ახალ პრემიერთან ერთად სამინისტროების თანამშრომლებს ახალი მინისტრები წარუდგინა. ძირითადი საკითხები, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა სამინისტროების თანამშრომლებთან ისაუბრა. ამ გამოშვებაში თქვენ ასევე ნახავთ. ვილოს დასახლებაში წუხელ 800 ლიტრიანი ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლული ტელეკომპანია რეალ ტივის ორი თანამშრომელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. დღის ამბების კორესპონდენტი მაკათვაური და ოპერატორი ჯონი გუსოვი მოვლენებს შემთხვევის ადგილიდან გვიანობამდე აშუქებდნენ. კომპანია კრისტალის დირექტორი ლევან დაუთაშვილი კი დაკავებულია მას ბრალი 280 მუხლით აქვს საყენებული საქმე ეხება გუშინ დილის დასახლებაში 800 ლიტრიანი ავზიდან ქლორის გაჟონვას ის შედეგადაც 73 ადამიანი მოიწამლა. თემაზე ჩემი კოლეგა მაია თევზაძე მუშაობს, რომელიც ახლა პირდაპირ შეგვერთვება მაია გისმენთ. დილოს დასახლებაში შეპესე კრისტალის ტერიტორიაზე გუშინ ქიმიური ავზის გაჟონვის შემდეგ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ეს ადამიანების რაოდენობა უკვე 70-მდე ავიდა. დღეს კი გუშინდელისგან განსხვავებით კიდევ 16 ადამიანი შეიყვანეს. უკაცრავად ჩვენს ეთერში კიდევ ერთი უკაცრავად არაუშ ბოდიშს უხდით მაყურებელს ჩვენ ვიმყოფებით გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრის შესასვლელში და სწორედ ამიტომ ამ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ვაგრძელებთ თემაზე მუშაობას და მოგახსენებთ იმის შესახებ, რომ დღეს კიდევ 16 ადამიანი იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში მძიმე მოწამვლის დიაგნოზით, თუმცა განსხვავებით გუშინდელი დღისგან ამ ადამიანებს შორის იყვნენ სამაშველო სამსახურის და სამაშველო ბრიგადების, ასევე სახანძრო სამსახურის თანამშრომლები და მათ შორის მოხდა ჩემი კოლეგა მაკათვაურიც, რომელიც წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ მაყურებლისთვის უკანასკნელი ინფორმაციები მიეწოდებოდა შემთხვევის ადგილიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უკეთესია. ეს კადრები რეალ ტივის გადამღებმა ჯგუფმა ძლიერ მომწამლავი ნივთიერების გაჟონვიდან რამდენიმე წუთში გადაიღო. დაახლოებით 21 საათსა და 45 წუთზე გუშინ ვილოს დასახლებაში სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების მობილიზაცია გამოცხადდა. ქლორის შესუნთქვით ინტოქსიკაცია იმ წუთებში შემთხვევითმა გამლელებმა და ახლოს მდებარე სახლებში მცხოვრებმა ადამიანებმა მიიღეს. მოწამლულთა შორის არის ფეხმძიმე ქალბატონი და რამდენიმე ბავშვი, თუმცა ყველაზე მძიმე 18 წლის მოზარდი რჩება, რომელიც ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია. ქლორის გაჟონვით მოიწამლა რეალ ტივის ჟურნალისტი მაკათვაური და ოპერატორი ჯონი გუსუევი. რამდენიმე წუთით სიმერე მივედით შემთხვევის ადგილზე და უფრო საფრისუნი მაშინ იგრძნობოდა და აქ გამომდინარე ელისწვა მაშინ ვიგრძენი, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, მე იქ მერის თანამშრომლები არ იგებდნენ რძეს და რაღაცა რძეც მივიხე იქვე, ჩვენ მე მოგვიწია მეორედ გაჟონვა რომ მოხდა მისვლა და იმერე მართლა ძალიან ცუდი სუნი იყო. და იქ ვიგრძენი, რომ ცუდად ვიყავ. დღეს ჩვენს კლინიკას მომართა კიდევ პაციენტების ახალმა ნაკადმა, ესენი არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, არის ერთი ჟურნალისტი და არის მოქალაქეები, რომელსაც დღეს იგრძნეს თავის ცუდად შემთხვევის ადგილზე და დღეს მომართეთ ჩვენს კლინიკას. პაციენტებს უტარდება ჯანგბადის თერაპია, უტარდებათ ინფუზიური თერაპია, ჩაუტარდა ტოქსიკოლოგის კონსულტაცია ყოველას და სისხლის ანალიზები. ტრანსპორტში ცუდი სუნი რო დატრიალდა, გააჩერეს ტრანსპორტი და ჩამოვიდა ხალხი დაბლა. ამ დროს ჩემი შვილიც რა თქმა უნდა და როგორც ასთმიანი ბავშვი უკვე სუნთქვა, მას ცოტა შეეკრა, იმიტომ სპეციფიკურ სუნებზე იყო ალერგიული. ვეღარ წამლის დახმარებით და ის ვერ მოსულიერდა ვერანაირად. გაითიშა იქვე ბავშვი, გათიშულა. აქ მოვედი საავადმყოფოში რომ მოიყვანეს მასში. იგივე მდგომარეობა, რთულ მდგომარეობაში არის, არაფერს არ ეძახიან ახალს. არ ვიცი დანარჩენი არაფერი. ქლორის გაჟონვა ჰაერში 800 ლიტრიანი ავზიდან მოხდა. წინასწარი ინფორმაციით კომპანიამ, რომელსაც ძლიერ მომწამლავი ნივთიერების შენახვა გადატანა, უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების დაცვით უნდა განახორციელებინა, შეცდომები დაუშვა. საქმეს პოლიცია იძიებს, დაკავებულია შეპესე კრისტალის მფლობელი ლევან დაუთაშვილი.
ტოქსიკური ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან გარემოსთვის საშიში სხვა ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია გარემოს დაბინძურება, მოწამვლა ან დასნებოვნება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე. ქლორი მომწამლავი მოყვითალო მწვანე ფერის მხრჩოლავის სუნის გაზია. ქლორის წყალხსნას მომწვანო ფერი და სპეციფიური მძაფრი სუნი აქვს. ქლორი მახრჩობელა გაზია და ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. შემთხვევის ადგილზე დღეს გარემოს დაცვის სამინისტრომ რამდენიმე ტესტი ჩაატარა. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შესაბამისი სამსახურები, ამჯერად მიდის ასე ვთქვათ შედეგების აღმოფხვრა, ხდება ჰაერის, წყლის ანალიზების აღება, ჩვენი შესაბამისი სამსახურებიც ადგილზე არიან, მეც გავხდით ადგილზე და მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფრთხე ამჯერად უკვე მოსახლეობას და გარემოს აღარ ემუქრება. ქლორის შედეგად მოწამლულთა რიცხვმა 70-ს გადააჭარბა, თუმცა მათი უმეტესობა სამედიცინო სტაციონარებიდან უკვე გაწერილია. დაზარალებულების საავადმყოფოში ჯერ კიდევ წუხელ საქართველოს პრეზიდენტმა და ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულეს. კურნალობის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. გონებას კარგავდია, ვიღაცა გამიჩერა, აი, უბრალოდ არც ვიცი ვინ არის, რომ დიდი მადლობა. შენატარებდი? არა, მე არ ვატარებ, ქუჩაზე ვიყავი გადმოსული. ქლორის გაჟონვის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების გარდა სხვა ზარალი მოსახლეობას არ მიუღია. მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე ნივთიერების გასანეიტრალებელი სამუშაოები მიმდინარეობდა და ინციდენტის ადგილი ახლა საფრთხეს არავისთვის აღარ შეიცავს. დღეს ქლორის ავზი სამაშველო სამსახურებმა ბოლომდე გააუნებელყვეს. ტოქსიკური მოწამვლით დაშავებული 70-მდე ადამიანიდან უმრავლესობა სხვადასხვა კლინიკებიდან ამ დროისთვის გაწერილია, თუმცა რამდენიმე ადამიანი სტაციონარული მკურნალობის ქვეშ ისევ რჩება, მათ შორის უკვე აღარ არის ჩემი კოლეგა მაკათაური, რომელიც ამ წუთებში გაწერეს ინგოროყვას კლინიკიდან, თუმცა მას მედიკოსები ავალდებულებდნენ, რომ ხვალდილით ისევ დაბრუნდეს თერაპიულ განყოფილებაში და კურსი ისევ გააგრძელოს ხვალსაღამომდე. მადლობა მაია, ინგოროყვას კლინიკის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში მაია თევზაძე საუბრობდა. განაგრძოთ გამოშვებას ქვეყნის პირველმა პირმა პრემიერთან ერთად ახალი შინაგან საქმეთა თავდაცვის და განათლების მინისტრები თავიანთ სამინისტროებს წარუდგინა. პირდაპირ ეთერში მაკა ჩიხლაძე გაშლის იმ ძირითად საკითხებს, რომელზეც მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას ისაუბრა. მაკა გისმენთ. გიორგი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ივანე მერაბიშვილი დღეიდან უკვე ლეგალურად ოფიციალურად შეუდგება საკუთარ პოსტზე მუშაობას. ის მინისტრთა კაბინეტს დღეიდან უკვე ოფიციალურად უხელმძღვანელებს, რადგან საქართველოს პარლამენტმა დღეს კიდევ ერთხელ მოისმინა მისი 4-წლიანი სამოქმედო გეგმა და პროგრამა და 102/7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა განახლებული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ლოზუნგიც იქნება მეტი სარგებელი ხალხს. ვანო მერაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გააცნო პარლამენტის წევრებს, როგორც უმცირესობას, ასევე უმრავლესობას საკუთარი პრიორიტეტები და როგორც ცნობილია, ეს პრიორიტეტები ეხება ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობასა და განათლებას, და დასაქმებას. ივანე მერაბიშვილმა დღეს განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, რომ ის დღეიდან უკვე იწყებს მუშაობას და 24 საათიან რეჟიმში გააგრძელებს. ამ წუთიდან მე ვიწყებ ჩემი მთავრობის წევრებთან ერთად ჩვენი პროგრამის შესრულებას. მე ვაპირებ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, თითოეულ რეგიონში, თითოეულ ქალაქში, თითოეულ სოფელში გავაცნო ეს პროგრამა და ჩვენ ხალხთან ერთად აღვასრულო ეს პროგრამა მეტი სარგებელი ხალხს, რაც ითვალისწინებს უმუშევრობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას, პროგრამას, რომ ჯანდაცვა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, რომ აღორძინდეს ქართული სოფელი. უნდა შეიქმნას უმუშევრის სამართლებრივი სტატუსი. ყოველივე ეს მოგეხმარება, რომ განსაზღვროთ იმ სოციალური დახმარების, იმ სადაზღვევო პაკეტების მოცულობა, რომელიც ასე აუცილებელია თითოეული ჩვენი უმუშევარი ოჯახებისთვის. ჩემთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, მას ვაცნობიერებ, მაგრამ მთავრობის პროგრამა მეტი სარგებელი ხალხს ფიქრობ, რომ არის სწორედ ყველა საზოგადოების ყველა ფენაზე მორგებული, ყველა ადამიანისათვის მნიშვნელოვანი. მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად ის ყველა პროექტი, რომელიც ხსენებული იყო დღეს ახალი პრემიერ-მინისტრით, არის მიმართული ზუსტად ამისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის კერძო სექტორში.
უმცირესობის წევრები, ანუ ის 7 ხმა, ვინც მისცა წინააღმდეგ მერაბიშვილის ახალმთავრობას, ცდილობდნენ დღეს აეხსნათ, რა იყო ამ უარის მიზეზი და ამ წინააღმდეგობის. მაგალითად, გია თორთლაძე ამბობს, რომ მთლიანობაში ეს პროგრამა არის მისაღები, თუმცა მას დააკლდა ამ პროგრამაში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ განცხადებები და ასევე იაფი კრედიტის ხელმისაწვდომობის თაობაზე. მერაბიშვილის ახალ სამოქმედო გეგმაში გიორგი თარგამაძეს არ მოსწონს ის, რომ აქ არ არის გამახვილებული მისი თქმით ყურადღება ვეტერანებსა და მათ შეღავათებზე, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე. პრიორიტეტები არის სწორედ განსაზღვრული. მე უბრალოდ დავამატებდი რამოდენიმე პრიორიტეტს, რომელიც პირდაპირ, ასე ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაში აყენებს ჩვენ მოსახლეობას. ეს გახლავთ პენსიების საკითხი, იმ 4 წელიწადში უნდა გაიწეროს ალბათ პენსიების საკითხი. ქრისტიან დემოკრატები ყოველთვის მხარს უჭერდით და ახლაც ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვენ შვილებს, სტუდენტებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი განათლება. იმის გამო, რომ მერაბიშვილი სააკაშვილის მთავრობა არაპირებს სასწავლო სტუდენტური გრანტების რაოდენობის გაზრდას, რითაც 50% თანადაფინანსება მომენტალურად ექნება ყველა სტუდენტს, ჩვენ მათ მხარს ვერ დაუჭერთ. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ახლა უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს უკვე მეორე დღეა გადის დებატების პრაქტიკას. მას ქართულ ოპოზიციასთან უწევს ერთგვარი დებატების რეჟიმში მუშაობა საქართველოს პარლამენტში უკვე მეორე დღეა. მან დღეს ასევე მოისმინა კრიტიკული შეკითხვები და უპასუხა კიდეც ამ შეკითხვებს. პაატა დავით აიას მაგალითად ჰქონდა შეკითხვა დევნილების განსახლებასთან დაკავშირებით. ივანე მერაბიშვილს დასჭირდა კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ მას ჰქონდა ვთქვათ მენეჯმენტი ამ საკითხის ჩაბარებული და მერაბიშვილმა აღიარა, რომ იყო შეცდომები დაშვებული, რომელთა გამოსწორებასაც ის ახლა უკვე ახალ თანამდებობაზე ეცდება. ამას გარდა კითხვები დღეს ჰქონდა ლევან ვეფხვაძესაც. იყო ძალიან ბევრი პრობლემები ამ საკითხთან დაკავშირებით და არაერთი მსჯელობა ჰქონდა ჩვენ აქ და ათელი მაგალითებია იმისა, თუ როგორ ხდება ძალადობრივი გზით განსახლება და აქედან გამომდინარე რა პრობლემები წინაშე რჩებიან დევნილები იქ. აქ საუბარი არის სამუშაო ადგილებზე, საუბარი არის თვითონ ბინის განაწილებებზე. თქვენ თუ შეგიძლიათ ნახოთ თქვა რეგიონები, სადაც მოხდა განსახლება ეგრეთ წოდებული დევნილების, თქვენ ნახავთ, რომ ნახევარი ბინები ჩაკეტილი არის. რას გაითვალისწინებს საქართველოს ახალი მთავრობა, რას აპირებს ამ მიმართულებით, გააგრძელებს გამოსახლებას თუ განსახლებას? იღებ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენი მინისტრობის პირობებში სპეცსამსახურები ჩამოყალიბდა პოლიტიკურ, ვთქვათ, პოლიციად, მე არ გულისხმობ პატრულს, მე გეუბნებით ძალიან კარგად იცით ჩვენ რასაც გულისხმობთ, ეს არის პოლიტიკური პოლიცია, ანუ სპეცსამსახურები, რომელიც შერჩევითი სამართალწარმოების გზით პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის და იღებ თუ არა ამაზე პასუხისმგებლობას, ბატონო, ანუ ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რასაც ვაკეთებდი აქამდე, ყველაფერზე, რასაც ვამბობ აქ. ვიღებ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრობაზე მუშაობაზე. უფრო მეტიც მე ვამაყობ, რომ მომიწია ამ დროს მუშაობა და მე ვამაყობ და მე მინდა გამოვიყენო ეს ტრიბუნა და ჩემ ყველა დღეს ასე ვთქვათ, ალბათ დიდი ალბათობით მე აღარ ვიქნები შინაგან საქმეთა მინისტრი და მე მინდა ვთქვა, რომ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო წლები იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მუშაობა და მე მინდა ყველა პოლიციელს, ვინც გააკეთა არნახული საქმე, დაუხადო მადლობა. საპარლამენტო უმრავლესობა დღეს აცხადებდა, რომ ვანო მერაბიშვილის პროგრამა არის აბსოლუტურად რეალური და სწორედ ახლანდელ რეალობას მორგებული. მათი თქმით, ეს არის პროგრამა, რომელიც შეძლებს მართლაც მეტი სარგებელი მოუტანოს თითოეულ ქართულ ოჯახს და ამას იგრძნობს მალე ქართული მოსახლეობა. ეს არის გამოწვევა, რომელიც სარგებელს შეიტანს ყველა ოჯახში და რაც მთავარია, ეს არის გუნდი, რომელიც ამ პროგრამის განხორციელებას შეძლებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საბოლოო ჯამში ამ მთავრობის ეფექტურობის ტესტი არის ძალიან მარტივი. არა საპარლამენტო დებატები, არამედ ის, რამდენად იგრძნობს ამ მთავრობის მუშაობით უკეთესობას თითოეული ქართული ოჯახი. რამდენად მეტი კეთილდღეობა იქნება თითოეულ ოჯახში და რამდენად მეტ სარგებელს მიიღებს ჩვენი ხალხი და ჩვენი მოსახლეობა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნიშნულოვანი იყო ის პროგრამა, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოადგენდა მთავრობის ამ შემადგენლობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უკავშირდება დასაქმების თემატიკას, რომელიც უკავშირდება სოფლის მეურნეობას, სოციალურ მხარდაჭერას, ჩვენი ქვეყნის ოჯახების და თითოეული ადამიანის კეთილდღეობის და ამ წინსვლის შეტანა ყველა ოჯახში არის ახლა ჩვენი ამოცანა. იმდაგვარი პროგრამების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებისთვის დასაქმებას, უზრუნველყოფს ხელისასტუმ ჯანდაცვას და უზრუნველყოფს ჩვენი სოფლის განვითარებას. ეს არის ის გუნდი და აქვს ის პროგრამა, რომელიც ზუსტად და ადეკვატურად პასუხობს იმ გამოწვევებს, იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას, სოციალური, ეკონომიკური თვალსაზრისით და ასევე ჩვენ ქვეყანაში უსაფრთხოების გამტკიცების კუთხით.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი მინისტრთა კაბინეტი თითქმის სრული შემადგენლობით დღეს თავად წარუდგინა ახალ კოლექტივს, ახალ თანამშრომლებს. საქართველოს პრეზიდენტმა პირველი მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში წარადგინა ბაჩო ახალაია. ბაჩან ახალაიას შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მას ყავს ძალიან ბევრი მტერი და ასევე მომხრეც, თუმცა ეს არის ძლიერი ხელი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლა ნამდვილად სჭირდება. მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ვანო მერაბიშვილის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, აღნიშნა, რომ ეს არის მისაბაძის სტრუქტურა, სწორედ მერაბიშვილის დამსახურები და ამ სტრუქტურას და ამ რეფორმებს ახლა სჭირდება გაგრძელება, ნორმალური განვითარება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყავს კარგი კადრები, რომელთაც სჭირდება მოფრთხილება და ეს ერთგვარი მიმართვა იყო ბაჩო ახალაიას მისამართით. ასევე ისაუბრა მან იმის შესახებაც, რომ დათა ახალაიამ დატოვა თანამდებობა ინტერესთა კონფლიქტის გამო და რაც ყველაზე მთავარია, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს რეფორმა იმ კუთხით, რომ საქართველოს ისევ იყოს მისაბაძი დანარჩენი ქვეყნებისთვის ჩვენს გარშემო. ჩვენ გვაქვს სხვა სიამაყე და ამიტომ არის რომ შეერაღებულ ძალებთან ერთად საქართველოს პოლიცია არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სახელმწიფო ინსტიტუტი ქვეყანაში. ბაჩო ახალაია არ არის თქვენთვის უცხო ადამიანი. მას ყავს ძალიან ბევრი ერთგული მომხრე და მას ყავს ბევრი მტერი. და ბევრი მტერი ყავს ძალიან კონკრეტული მიზეზების გამო. როდესაც ჩვენ დავნიშეთ ის სასჯელახსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ერთმა ჩემმა მეგობარმა დამირეკა, ეს ხურვალე მომხრემ ჩვენი მთავრობის მაშინას დაახალს და მითხრა, რომ გონი ცუდად მიდის ჩვენი საქმე, ეს 26 წლის ბიჭი ამას ვერ გაკაჩავს. იმიტომ რომ მანამდე ვერავინ ვერ გაკაჩა. მე ვიყავ იუსტიციის მინისტრი, მე ძალიან კარგად ვიცი, რა უბედური სფერო იყო სასჯელახსრულება. და გაკაჩა და ძალიან კარგადაც გაკაჩა. იმიტომ ჩვენ და ხო რა იყო კრიმინალური სტრუქტურა, ის იყო კანონიერი ქურდები, ორგანიზებული დანაშაული, მეორე ფლანგი ეს იყო, მეორე შრე ეს იყო ქუჩის დანაშაული და მესამე შრე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ციხიდან დანაშაულის მართვა და მეოთხე სკოლების ძალადობა და სკოლების დანაშაული. პოლიცია არის ძალიან კარგად აწყობილი, ძალიან ეფექტური ქართული სტრუქტურა. მისი ხელმძღვანელის პრემიერ-მინისტრად გადაყვანა სწორედ ადასტურებს იმას, რომ ის იყო ძალიან წარმატებული ხელმძღვანელობა, მაგრამ მისი შემცვლელი ჩვენ ერთობლივად მოვიფიქრეთ, მე და ვანოს ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო და უბრალოდ პირობად არ დაუყენებია, მაგრამ ძალიან ისე ითხოვდა, რომ ბაჩო ყოფილიყო მისი შემცვლელი. და რასაც მე რა თქმა უნდა წინათ ვეთანხმები. თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა ვანო მერაბიშვილის მიერ გატარებულ რეფორმებზე, უკვე ბაჩო ახალაიას ყოფილ უწყებაში თავდაცვაში წარადგენდა დიმიტრი შაშკინს და იქ უკვე საუბრობდა იმაზე, რა გააკეთა თავდაცვის სფეროსთვის 3 წლის განმავლობაში ბაჩან ახალაიამ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ეს იყო უმნიშვნელოვანესი პერიოდი, რადგანაც ამ 3 წლის განმავლობაში ყველაზე მთავარი ეროვნული წარმოება დაიწყო და შეიქმნა ქართული წარმოების მძიმე ტექნიკა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რის შესახებაც მთელმა მსოფლიომ გაიგო. გარდა ამისა, სააკაშვილმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაუქმდება სავალდებულო ჯარი და ამ სამსახურს გაივლის მისი შვილიც, როდესაც ამის ასაკი მოუწევს და რაც ყველაზე მთავარია და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს დამპყრობელთან შეხმატკბილებული ძალები, რომლებიც აკრიტიკებენ სარეზერვო სისტემას და ბანდფორმირებებად მოიხსენიებენ მათ, ამ შენიშვნებს ისინი ამ ძალებისგან ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიიღებენ. იცით რომ სხვადასხვა პერიოდები ქონდა ჩვენ შეერაღებული ძალების ისტორიაში, ჩვენ ქონდა ძალიან სახელოვანი მომენტები და გვაქვს, ჩვენ ქონდა სამარცხვინო მომენტებიც, როგორც 2009 წელს გადატრიალების ჩაფლავებული მცდელობა, რომელიც ზოგიერთმა ყოფნა ასევე აღკვეთა ძალიან გადამწყვეტი მოქმედებებით, მე ეს კარგად მახსოვს. ამიტომ ასეთი ელემენტებისგან რაც მოხდა კარგი ბაჩოს დროს, შეერაღებული ძალები თლიანად გაიწმინდა. თლიანად გაიწმინდა. და კიდევ კარგი რომ გაიწმინდა. და ყოველგვარი სინანურის გარეშე დავიშვიდობთ ეს მერყევ ძველებურად მოაზროვნე ტერთან შესაკვირველად გამზადებულ ზოგიერთ ელემენტს. დღეს შეერაღებული ძალები ამ ხრივ არის აბსოლუტურად სუფთა. და ეს მოხდა ყოველგვარი დიდი ექსესების, არეულობების, ხმაურის გარეშე, ვინც რაც უნდა ისიც წუნას, ჩვენ არასდროს არ გვეშინდა ვინმე წუწუნის. იმიტომ ჩვენ ქვეყანას და ყველაფერს გავაკეთებთ ისაც რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული, მათ შორის ასეთი ელემენტებისგან. მეორე მხრივ ჩვენ ყავს დღეს ძალიან ბევრი საინტერესო კვალიფიციური მაღალი დონის ოფიცერი, ძალიან კარგი სპეციალისტები, სავის დარგის, მართლა ხალხი დღე და ღამე მუშაობს
ჩვენ არ გვიკეთებია დიდი რეკლამა წინა წლებში, განსხვავებით შეიძლება პირველი წლებისგან, როცა მეც ვიყავი, მეც ძალიან ჩართული ვიყავი ამ ყველაფერში და ახლაც ვარ ჩართული, ოღონდ თქვა ვისწავლეთ, რომ ტელევიზიებით მანევრების ჩვენება მუდმივით ეს სულაც ანიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ კარგ ფორმაში. ჩუმად კეთდება კარგად საქმე ყოველთვის. მე ვფიქრობ, რომ დიბას ეკრება ძალიან საინტერესო იდეები რეფორმების კუთხით, ეს მართლაც კიდევის გენერატორია, როგორც ხელმძღვანელი, არის ძალიან კოლეგიური ადამიანი, მასთან ძალიან ადვილია მუშაობა ყველასათვის, იმიტომ რომ ძალიან გახსნილია იდეებისთვის, ძალიან დემოკრატიულია, ძალიან თავდაბალია. ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ხალხი აქ და არა უბრალოდ ძალებების შემსრულებელი. გვჭირდება ხალხი, ვინც თამამად გაწვის იდეებს, თამამად გააკრიტიკებს, რაც არ მოეწონება, თამამად გამოთხოვსას, არ დაგვეთანხმება და არ დაეთანხმება შორის მინისტრს საჭიროა, იმიტომ რომ მაგრამ როცა ეს ეფუძნება იმას, რომ ყველა ერთ საქმეს ვიმსახურებით, ამით მიიღწევა შედეგი ქართულ სახელმწიფო აპარატში და ქართულ ადმინისტრაციულ თელ პერსონალში. იდეების გენერატორმა, როგორც უწოდა მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი შაშკინს მოასწრო ბევრი რეფორმის განხორციელება განათლების სამინისტროში. ყველაზე ხაზგასაცმელი, რაზეც ისაუბრა ხატია დეკანოიძის წარდგენისა საქართველოს პრეზიდენტმა, ეს არის მანდატურების სისტემის შემოღება, ასევე სკოლების მთლიანი აღდგენა, რეკონსტრუქცია და ასევე საუბარია მასწავლებელთა სერტიფიცირებაზე, რაც იყო დიმიტრი შაშკინის იდეა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა და ეს იყო წარმატებული პროექტები სწორედ მისი მინისტრობისას, რაც შეეხება ხატია დეკანოიძეს, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა მის გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელობისას მან გაიარა სწორედ სასწავლო დაწესებულების მართვის პრაქტიკა და ეს არ იყო მხოლოდ პოლიციური დაწესებულება და ასევე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა გამოცდების ეროვნულ ცენტრზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ სათავეში ჩაუდგა სწორედ ხატია დეკანოიძე და აღნიშნა, რომ მიმინაშვილის უწყება, მაშინ როდესაც მას მიმინაშვილი ხელმძღვანელობდა, იყო აბსოლუტურად უფუნქციო და ადამიანები აქ ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ, დანარჩენი 11 თვე კი მხოლოდ ხელფასს იღებდნენ. სისტემა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი წარმატების რეცეპტი არის, რატო ვერ იყიდეს ვერც ერთ ჩვენი აპარატის წევრი, ну ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა. თელ საქართველოს სახელმწიფო აპარატს გვაქვს, იმიტომ რომ დემოკრატიული გახსნილი სისტემა, სადაც ყველა ერთმანეთის გვერდზეა. ამიტომ უნდა ასთაგაცვლა გამოცვა გაგრძელდეს, კარგია რომ ხატიას აქვს დიპლომატიური გამოცდილება, ამერიკაში მუშაობდა რამდენიმე წელიწადზე არ რთულ დროს ჩვენ საელჩოში. ამიტომ უნახია უცხოური საუკეთესო გამოცდილების მაგალითებიც. პოლიციის აკადემია ნულიდან ააწყო და პოლიციის აკადემია პოლიციური დაწესებულება არ არის, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ძალიან თავის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ფუნქცია და ჩვენ დავაწყოთ, გავაგრძელოთ ის რაც დაიწყო ჯერ 2004 წელიდან განათლების რეფორმას და კიდე კახალომაიამ და მეთიან გამოცდით, შემდეგ გაგრძელდა. ჯიმამ ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა თქვენთან ერთად და კარგია რომ ჩვენ მთავრობაში არის 5 ქალი მინისტრი. ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების გარდა საქართველოს პარლამენტში დღეს კიდევ ერთი ინიციატივა შევიდა, რომლის თანახმადაც ივანე მერაბიშვილს ეზრდება, ანუ საქართველოს ახალ პრემიერს უკვე უფლებამოსილება და კონკრეტულად ეს უფლებამოსილების გაზრდა გამოიხატება იმაში, რომ მთავრობის კანცელარიის მისი უფროსის ნაცვლად პრემიერი უხელმძღვანელებს, აცი კანცელარიას, ამასთან მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი ნაცვლად კანონის ან მთავრობის რეგლამენტით განისაზღვრება და ამ ცვლილებების მიხედვით ასევე განისაზღვრება იმ უფლებამოსილებათა სახეები, რომელთა დელეგირების უფლებით გადაცემის უფლებამოსილებაც მხოლოდ ექნება პრემიერს. დღეს დაიწყო ამ საკითხის განხილვა და უკვე ხვალ მეორე და მესამე მოსმენით სავარაუდოდ დამტკიცდება. საქართველოს ევროკავშირის შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზომი მოსვლა და საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი თემები იყო, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა და ევროპულის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში ისაუბრეს. არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით მიხეილ სააკაშვილმა ევროპელი სპეციალისტების საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად პირადად მოიწვია. ქვეყნის პირველმა პირმა ევროპულის საბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ევროკავშირს საქართველოს მთავრობის არჩეული კურსის მიმართ აქვს. დღესვე ჰერმან ვან რომპოიმ პირადად გაიცნო ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი და პირადად მისგან მოისმინა საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმების შესახებ. ჩვენ ვართ უძველესი ევროპული და ქრისტიანული ქვეყანა, მრავალკულტურული, მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური საზოგადოებით და ერთის მხრივ ჩვენი ქრისტიანული ფასეულობები და მეორეს მხრივ ჩვენი მრავალეთნიკური, მრავალკულტურული, სხვადასხვა რელიგიათა შორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული ისტორია გვაძლევს საფუძველს, რომ
ახალ ეტაპზე ჩვენი საზოგადოების ძალიან სწრაფიტებით წავიდეთ ჩვენი ევროპული სახლისკენ. თავარი ფასეულობები, რომელსაც ეფუძნება ევროპა, თავისუფლება, დემოკრატია, თავისუფალი პატიოსთან ჩატარებული არჩევნები, არაკორუმპირებული გარემო და ფულის გამიჯვნა პოლიტიკისგან, ხალხის ნებაზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესი და არა მოსყიდვაზე ან დაშინებაზე, რეპრესიულ მანქანაზე ან სხვა მექანიზმების და მანიპულაციების გამოყენებაზე. ეს არის ყველაფერი, რაც წარმოადგენს ქართული ევროპული ორიენტაციის ღირსაფუძველს. ჩვენ ძალიან სერიოზული წინსვლა გვაქვს, იცით რომ ძალიან წინ წავიწიეთ ევროპასთან თავისუფალი ყოვლისმომცველი ღრმა ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხში. წინასწარი სამუშაოები გავწიეთ და ახლა უკვე გადამწყვეტ ეტაპზე ვართ შესული ამ ხელშეკრულების გაფორმების. ეს ხელს შეუწყობს საქართველოში 10,000 ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას. ჩვენ წინ წავიწიეთ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, იმედია უახლოეს პერიოდში. ასოცირების ხელშეკრულებას ვაფორმებთ ევროკავშირთან. ერთ სიტყვით ჩვენ მივდივართ ყველა იმ მიმართულებით, რათა შევძლოთ ევროკავშირთან რაღაც ეტაპზე უკვე სრულფასოვანი წევრობის, შემდგომ ეტაპზე სრულფასოვანი წევრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყება ჩვენი ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის შემდგომი ეტაპი. პირველი ეტაპია დღეს თავისუფალი ვაჭრობა და მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლა. საქართველოს ოქტომბერში წინელის საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ პატიჟებთ მაქსიმალურ რაოდენობის ევროპელ დამკვირვებელს, ევროპარლამენტის, ევროკავშირის დამკვირვებლებს. ჩვენ უკვე გვაქვს პრესის მონიტორინგის ევროკავშირის მისია, რომელიც მუშაობს საქართველოში. ჩვენ გვინდა რომ ევროკავშირმა ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები საქართველოში, ჩაატაროს ხმების დათვლა არჩევნებზე მათთან მოთანამშრომლ ორგანიზაციების მეშვეობით. აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ჩვენი საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე, იმიტომ რომ სამარჩევნო პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, გახსნილი, თავისუფალი და ყველანაირ მანიპულაციებისგან გაწმენდილი, მოსყიდვისგან, ფულისგან, მით უმეტეს უცხოითი და შემოსული ფულის გავლენისგან გაწმენდილი, იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ქართული ერის თავისუფალი ნების დაფიქსირება და ევროპისგან შემდგომი ხადაჭერის მიღება ასევე და ჩვენი შემდგომი ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თემ ხადაჭერის, მე ბოლოს მინდა განსაკუთრებით მადლობა უთხრა ხერმან ვან რომპუის იმისათვის, რომ მან ევროკავშირის სახელით, მათ შორის ბოლოს სამიტზე რუსეთის ფედერაციასთან ძალიან ხმამაღლა, ყოველგვარი მიკი-ბოკების გარეშე ნათელი განცხადება გააკეთა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამოუკიდებლობის ხადასაჭერად და მოუწოდა რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეტევის ხელშეკრულება, რომელიც არ არის შესრულებული და გაიყვანოს მისი ჯარები საქართველოდან და ეს განცხადება მისი მხრიდან იყო ძალიან მნიშვნელოვანი დაფიქსირება ევროპის პოზიციის, რომელიც არ იცვლება, რომელიც წყარია. ჩვენთვის ნათელია, რომ საქართველოს მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს თავისი მოდერნიზაციის გზაზე, მას შემდეგ რაც 20 წლის წინ მიიღო დამოუკიდებლობა. ახლა აქ უკვე ახალი ევროპული სახელმწიფო ინსტიტუტები არის აშენებული. საქართველოს მოსახლეობა მომსახურებას გაუმჯობესებული სერვისების საშუალებით იღებს. თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემო შეიქმნას. საქართველოს ამ მხრივ არის ძალიან კარგი მაგალითი რეგიონში. ჩვენი თანამშრომლობა პროგრესს განიცდის. ეს ეხება ღრმა ყოლის-შემცველ სავაჭრო შეთანხმებებს, მოლაპარაკებებს ასოციაციის შეთანხმებაზე და ვიზების ლიბერალიზაციას. აქვე მინდა ვთქვა, რომ დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ინდიკატორია საქართველოს პროგრესისა. მე მინდა წავახალისო ყველა პოლიტიკური პირი საქართველოში, რომ ხარი დაუჭირონ ტოლერანტულ პოლიტიკურ კულტურას და გამართონ დებატები. მივესალმები პრეზიდენტის ინიციატივას საარჩევნო პროცესი იყოს გახსნილი და ღია საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. დემოკრატიის მშენებლობა მოითხოვს პასუხისმგებლობით გამსჭვალული ხალხის მონაწილეობას. თელ ამ
პოლიტიკურ სპექტრში. ევროკავშირს აქვს ძლიერი ინტერესი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოგვარებაში. ევროკავშირი დარჩება ჩართული და მიიღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კონფლიქტის ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს ძალის არ გამოყენებაზე. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხარი დაუჭირა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. მინდა წავახალისო პრეზიდენტი, რომ შემდგომი პროგრესული ნაბიჯები იქნას გადადგმული კონფლიქტების მოგვარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ პროგრესს და მინდა რომ თქვენ ერთგული დარჩეთ ამ კურსის. რუსეთის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე დავით ბაქრაძე შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამ ძირითად თემაზე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთთანამშრომლობაზე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებსა და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრეს. დავით ბაქრაძის თქმით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები და ოქტომბრის არჩევნებიც განხილეს. ევროკავშირი წინასაარჩევნოდ საქართველოში მედია მონიტორინგის და ფინანსებასაც აპირებს. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ და ვაფასებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ფინანსოს საქართველოში მიმდინარე მედია მონიტორინგის პროცესი და იმედი გვაქვს, რომ ევროპელი დამკვირვებლები შეძლების დაგვარად დიდი რაოდენობით და დიდი რიცხვით იქნებიან წარმოდგენილი როგორც საარჩევნო კამპანიის პროცესში, ასევე თვითონ არჩევნების დღესაც. მთლიანობაში ძალიან კარგი შეხვედრა იყო და ვფიქრობ, ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ბატონი პრეზიდენტს ჰქონდა საშუალება ჩამოსულიყო საქართველოში. სამოცი მომხრე და 15 წინააღმდეგი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ყველა დევნილის უფლებას დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს ხდომა. გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა ლომაიამ გახსნა და გაეროს წევრ ქვეყნებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა წინაწლების მსგავსად გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის მხარემ დოკუმენტი ამჯერადაც გააპროტესტა. რეზოლუცია გაეროში წელს მეხუთედ მიიღეს, თუმცა 2008 წელს მას მხოლოდ 14 მომხრე ყავდა, მაშინ 105 ქვეყანამ კენჭისყრის დროს თავი შეიკავა. დელეგაციის ამოცანა იყო ძალიან მარტივი. ყოველ წელს უნდა გაიზარდოს მომხრეთა რაოდენობა და ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა და ასევე უნდა გაიზარდოს განსხვავება იმათ შორის, ვინც მხარს უჭერს რეზოლუციას და ვინც რეზოლუციას ამა თუ იმ მიზეზის გამო ეწინააღმდეგება. ეს ამოცანა შესრულებულია წელსაც. მეხუთედი იყო კენჭისყრა ამ რეზოლუციაზე. თქვენ გახსოვთ, რომ 2008 წელს 14 სახელმწიფო იყო მხარდამჭერი, 11 იყო წინააღმდეგი. დღეს არის 60 სახელმწიფო მხარდამჭერი, 15 წინააღმდეგი. გაიზარდა მხარდამჭერთა რიცხვი შარშანდელთან შედარებით. ანუ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ყოველ წელიწადს ხდება მხარდამჭერების რიცხვის ზრდა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გაეროს მიერ აფხაზეთიდან და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან დევნილ მოსახლეობასთან დაკავშირებით გაეროს გადაწყვეტილება რეგიონში ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. სერგეი ლავროვის უწყების შეფასებით საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და ეს სპეციალურად ჟენევის დისკუსიების გვერდისავლით გააკეთა, რომელიც დღეისთვის კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკების ერთადერთ ფორმატს წარმოადგენს. რუსული მხარის შეფასებით რეზოლუცია რეალობას არ შეესაბამება და რეგიონში ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს, რადგან ხელს არ შეუწყობს მხარეებს შორის ნდობის აღდგენას. უკრაინა პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე საკანონმდებლო ორგანოში რუსული ენის სტატუსთან დაკავშირებულ განხილვებს მასობრივი საპროტესტო აქციები მოყვა, რასაც უკრაინის ხელისუფლებამ ძალოვანთა მობილიზებითა და ცრემლდენი გაზით უპასუხა. უკრაინის ოპოზიციამ კანონი მთავრობის პოლიტიკურ თვითმკვლელობად შეაფასა. კრიზისის ფონზე ვიქტორ იანუკოვიჩი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც არ გამორიცხავს. რუსული ენის სტატუსის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები უკრაინაში სერიოზული დაპირისპირების მიზეზი ხდება. ეგრეთ წოდებულ უკრაინის სახლთან, სადაც დღეს პრეზიდენტ იანუკოვიჩის პრესკონფერენცია უნდა გამართულიყო, ასობით ადამიანი მივიდა, რომლებმაც გზა გადაკეტეს. მთავრობამ დემონსტრანტებს პოლიციის სპეციალური, ეგრეთ წოდებული ბერკუტის დანაყოფი დაუპირისპირა. პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათი წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოიყენა. თუმცა პრეზიდენტის პრესკონფერენცია მაინც ჩაიშალა.
ჩვენ აქ საპროტესტო აქციას მართავთ, მაგრამ პოლიცია ამის საშუალებას არ გვაძლევს. მათ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით გახავთ. მთავრობამ ჩვენს წინააღმდეგ სპეცდანაყოფები გამოგზავნა. მათ აქვთ დავალება, რომ ადამიანები კიბეებიდან ჩაიყვანონ. დეპუტატებს, რომლებიც საკუთარ მოქალაქეთა აზრის საწინააღმდეგოდ ყველაფერს აკეთებენ, პარლამენტში არაფერი ესაქმებათ. გარდა ამისა, კენჭისყრას დეპუტატთა დიდი ნაწილი არ დაესწრო, რამაც უმრავლესობას ხმებით მანიპულირების საშუალება მისცა. მოგვიანებით ვიქტორ იანუკოვიჩმა შეხვედრა მთავრობისა და საპარლამენტო ფრაქციის წევრებთან გამართა. მან ქვეყანაში სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. იმ შემთხვევაში კი თუ ხელისუფლება და ოპოზიცია საერთო ენის გამონახვას უახლოეს მომავალში ვერ შეძლებენ, იანუკოვიჩი უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პარლამენტმა მუშაობის ნორმალურ რეჟიმში გაგრძელება შეძლოს. დაწყებული სესია უნდა დასრულდეს და პარლამენტის საქმიანობა დასტაბილურდეს. თუ ეს არ მოხდება, საჭირო გახდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. დღესდილით საკანონმდებლო ორგანომ კანონი მეორე მოსმენით დაამტკიცა, რასაც საპროტესტო აქციები უკრაინის რადასთანაც მოყვა. ათობით ადამიანმა ღამე საკანონმდებლო ორგანოს კიბეებზე გაათია. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ აქციების ჩატარება 9 ივლისამდე აკრძალა, ისინი დაშლას არ აპირებენ. უფრო მეტიც, აქციაზე მისაყვანად მოსახლეობის მობილიზაცია რამდენიმე რეგიონში გამოცხადდა. უკრაინელი ხალხი გამოდის პრეზიდენტ იანუკოვიჩის დიქტატურის წინააღმდეგ. მან უკრაინის პარლამენტი საკუთარ სურვილებს მოარგო. ეს საკანონმდებლო ორგანოს კი არა სააქციო საზოგადოებას გავს, სადაც აქციების მთავარი პაკეტის მფლობელი თავად იანუკოვიჩია. ჩვენი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უკრაინა მისი საკუთრებაა. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი ენა. ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა სხდომა საკანონმდებლო ორგანოშიც. ოპოზიცია კანონის განხილვას თვეების განმავლობაში ბლოკავდა. ამის მიუხედავად უმრავლესობა მის მეორე მოსმენით მაინც დაამტკიცა. შედეგად პარლამენტის სპიკერმა ვლადიმერ ლიტვინმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. ძვირფასო დეპუტატებო, მე გუშინ 3-ის ნახევარზე შევხვდი პრეზიდენტს და ჩვენი მოლაპარაკება საღამოს 8 საათზე დასრულდა. მე ვთვლი, რომ მომატყუეს, თუმცა ყველაზე მთავარია, რომ დეპუტატებმა მთელი უკრაინა მოატყუეს. ასეთ პირობებში მე მუშაობა არ შემიძლია. ამიტომ გთხოვთ მიიღოთ ჩემი განცხადება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ცვლილებების სახელმწიფო ენის პოლიტიკის საფუძვლებთან დაკავშირებით რუსული ენის სტატუსის გაძლიერებას ითვალისწინებს და ის იმ რეგიონებში იმოქმედებს, სადაც ეთნიკური რუსები მოსახლეობის 10%-ზე მეტს შეადგენენ. უკრაინის ოპოზიცია გადაწყვეტილებას მთავრობის მხრიდან ქვეყნის ღალატად აფასებს, რაც რუსეთის მხრიდან უკრაინის შიდა პოლიტიკურ ვითარებაში ჩარევას კიდევ უფრო გააძლიერებს. ოცნების მაჟორიტარ კანდიდატთა სიაში ოლიგარქის პარტიის წევრები ჭარბობენ და სახელებული 13 კანდიდატიდან 11 ქართული ოცნების დემოკრატიული საქართველოს წევრია. ბიძინა ივანიშვილმა კოალიციაში შემავალი სუბიექტებიდან კანდიდატებად მხოლოდ გუბა სანიკიძე და რესპუბლიკელი ნოდა რებანოიძე დაასახელა. თორნიკე კოშკაძის რეპორტაჟში, რასაც ხედავს რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი და რატომ არის შესაძლებელი, რომ მან საპარლამენტო არჩევნებში კენჭი არ იღაროს. თინა ხიდაშელი შესაძლოა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში ვერ მოხვდეს. მიზეზად რესპუბლიკელი ქალბატონი იმ სამოქმედო გეგმას ასახელებს, რომლის მიხედვითაც მას უცხოეთში კოალიციის საქმიანობაზე ზრუნვა დაევალება. დღეს დროის 70% საქართველოს გარეთ ვატარებ. თუ ასე გავაგრძელე, გამორიცხულია მაჟორიტარობა შევძლო. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი საერთოდ ვიქნები თუ არა პარლამენტის წევრი. თუ ვიყარე კენჭი, იმ საქმეს უნდა დავანებო თავი, რასაც ახლა ვაკეთებ. ასე რომ ჯერ არ ვიცი საერთოდ ვიქნები სიაში თუ არა. თინა ხიდაშელი პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში დღეს უცნაურ შიშზეც ალაპარაკდა. ხიდაშელს შიში არჩევნებში 80%-მდე გამარჯვებაში თავდაჯერებულობამ გაუჩინა. არის რაღაც, რისაც მეშინია, შესაძლო 80%-ზე მეტის. ეს არ იქნება სასურველი, მაგრამ ამის ნიშნები არის. თანაც ამ საქმეში მთავარი პარტნიორი მიხეილ სააკაშვილია. ერთხელ გიგაბოკერიას დავემუქრე, იმდენს იზამთ, ოპოზიციაშიც ვეღარ დარჩებით თქო. დიდი ხანი ამ ჩემი ფრაზით თავად არ მჯეროდა. ახლა ასეთი რისკის წინაშე ვდგავართ. საუკეთესო ვარიანტი იქნება ისინი დარჩნენ როგორც ოპოზიცია და ეს გზა გაიარონ. მე მგონი მაგათ სულ სხვა რამის შიში აქვს და საერთოდ ძლიერი სტრესი გამოიწვია მათში მთავრობის ასეთმა ცვლილებამ, მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობამ, ახალმა მინისტრმა კაბინეტმა გარკვეულად ჩემის აზრით იმდენად შოკის მომგვრელი იყო, რომ ცოტა გაუაზრებელ განცხადებებს აკეთებენ. ეხლა, როდესაც კიდე რამოდენიმე თვე არის
გარჩენილი და ის გავლილი ეტაპი არაფერს სასიკეთოს არ მეანიშნებს კოალიციისთვის. მე აქ ვხედავ გარკვეულ ნიჰილიზმს თინა ხიდაშელის ამ ფრაზაში. ქართული ოცნების წარმომადგენლები აცნობიერებენ იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოს შექმნილი არის და რახანს თინა ხიდაშელი ალაპარაკდა შიშზე, მე მენიშნა ის, რომ ისინი რეალურად შიშობენ იმას, რომ შეიძლება პარლამენტში მათ უმრავლესობა ვერ მოიპოვონ. თინა ხიდაშელი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. ინტერვიუ პრესას მან უცხოეთიდან მისცა. თუმცა კულუარული ინფორმაციით ოცნების საარჩევნო სიაში თინა ხიდაშელთან ერთად შესაძლოა რესპუბლიკელთა დიდი ნაწილიც ვერ მოხვდეს. დასახელებაში ნოდარებადო ეცია კარაგაულში რესპუბლიკა. თქვენ ლიდერები ჯერტფილში არ დასახელებული. შემდგომი რეგიონების მაჟორიტარების საკითხის თანხმდება და იქ იქნება რესპუბლიკელებიც. ჩვენ იმის მიხედვით გადავნაწილდებით, სად უფრო ვიქნებით საჭირო. მე არ ვამბობ, რომ ყველა ლიდერი იქნება. შესაძლებელია იქიდან რომელიმე არ იყოს. ესეც არის გარკვეული ტაქტიკის საკითხი, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება არ იყოს მაჟორიტარი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ქონდეს შტაბში, იმიტომ რომ მხოლოდ მაჟორიტარებით ვერ მოვიგებთ ჩვენ არჩევნებს, აუცილებელია ძალიან ძლიერი შტაბური მუშაობა. ქართული ოცნების საარჩევნო პროპორციული სია სავარაუდოდ არჩევნებამდე 40 დღით ადრე გახდება ცნობილი. თუმცა ვინ იქნება ამ სიის ნომერ პირველი მეოცნებე, ამაზე კოალიციაში ჯერ არაფერს ამბობენ. სოფელ კურდღელაურში ჩასულ რეალ ტივის ჟურნალისტებს მეცხრე არხის გადამღებმა ჯგუფმა მუშაობის საშუალება არ მისსახევი, რომელიც სოფელში გადის პერიოდულად ბინძურდება, მოსახლეობა კი მის დასუფთავებას ითხოვს. ადგილზე რეალ ტივის გადამღებ ჯგუფთან ერთად ქართული ოცნების ტელევიზიაც იმყოფებოდა კოლეგიალობის და ყოველგვარი ეთიკური ნორმების დარღვევით მათი მთავარი ობიექტი მხოლოდ ჩვენი გადამღები ჯგუფი გახდა. ამ ხევზე მიმდინარეობს მუშაობა. არ არსებობს, როდის მე აქ წყალი მოვარდეს და არ მიხედონ მაშინვე. იმ წუთშივე, რომ ხალხი არ დაზიანდეს, არ დაზარალდეს. მეცხრე არხი მოვიდა იმის გულისთვის, ამ ხალხისთვის რაღაც გემეეძალნათ უпроსორეთ სიტყვები, რაღაცა საიმათოდ, ტყუილები ეთქმეინებინათ და ისექნათ. სხვა არაფერი არ იყო აქ და დაზვერვაზე იყვნენ. მეცხრე არხიდან იყვნენ მოსულები და ხევზე გვაიძულებდნენ, გვეთქვა, რომ არ კეთდება. და ეს ხევი კეთდება. ნელა-ნელა დასრულდება, არ არის ჯერ დასრულებული. ხო და შეგიძლიათ განახოთ კიდეც, რომ დაწყებულია გაკეთება და დაამთავრდება. ლეიბორისტულმა პარტიამ ეროვნულ ბანკთან ქვეყანაში არსებული საკრედიტო სისტემა და სესხებზე მაღალი პროცენტები გააპროტესტა. იოსებ შატბერაშვილი ბონუსების და პრემიების მიღებთა დასახელებას ითხოვს, რომლებსაც დიდი რაოდენობით თანხებს სწორედ ოპერაციების შესრულებაში უხდიან. მშრომელთა პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც ბანკების მიერ შეთავაზებულ სესხებზე პროცენტული გადასახადი არ არის რეალურად მაღალი. ამის გამო კი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შესაძლოა საცხოვრებლის გარეშეც დარჩეს. იწერენ პრემიებს, რომელსაც ბონუსები ქვია, რომელიც უტოლდება რამოდენიმე მილიონს. მოვითხოვთ ეროვნული ბანკისგან გამოაქვეყნოს ის კრედიტები და იმ ბონუსების და იმ პრემიების რაოდენობა, იმ ხელფასების რაოდენობა, რომლებსაც ბანკის ხელმძღვანელები და ტოპ მენეჯერები იღებენ. არნახული მაღალი ფასია კრედიტებზე. ამაზე მიხეილ სააკაშვილმაც კი განაცხადა, რომ ბანკირებს დაწესებული აქვთ სოფლიოში ყველაზე მაღალი კრედიტი. ეს 24-28%-ია წლიური ხანდახანი. ბრიტანელი მეცნიერების აღმოჩენა დღეს ოფიციალურად დადასტურდა. მეცნიერების სენსაციურ დასკვნებს ავრცელებენ, მათ მიერ აღმოჩენილია მატერიის ახალი უმცირესი ნაწილაკი, რომლისგანაც მთელი სამყარო შედგება. სიახლეს დღეს პრეზენტაცია დღეს ლონდონში მოეწყო. ნაწილაკი სამყაროს ყველაზე პატარა მატერიაა და მან შესაძლოა მსოფლიოში აქამდე არსებული შეხედულებები დიდწილად შეცვალოს. კვლევები შვეიცარიაში ცერნის ლაბორატორიაში ჩატარდა. ახალ ნაწილაკს სახელად ჰუგ ბოსონი დაარქვეს. თურქეთში წყალდიდობა 10 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერმა წვიმებმა. თურქეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სამსუნში მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. გარდაცვლილთა შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
ფეხბურთში ევროტურნირების ახალი სეზონი დაიწყო. გათამაშებაში ხვალიდან ქართული კლუბებიც ჩაერთვებიან. UEFA-ს ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედო და რუსთავის მეტალურგი გამოდის. ორმაჩიანი დუელის პირველ შეხვედრას მეტალურგი სტუმრად ალბანურ ტეუტასთან გამართავს. ქუთაისის ტორპედოს მეტოქე კი ყაზახური აქტობე იქნება და ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი ხვალ ქუთაისში გაიმართება. თუ როგორ მოემზადა ქუთაისური კლუბი ხვალდელი მატჩისთვის, ნოდარ მაკასარაშვილის სიუჟეტიდან გიამბობთ. ქუთაისის ტორპედო ევროტურნირებზე 7 წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს. UEFA-ს ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტორპედოს მეტოქე ყაზახური აქტობეა. ჩვენ ძალიან რთული თამაშის მოლოდინში ვართ. იმიტომ რომ მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი და კაი გუნდი ყავს. უხერხული მეტოქეც არის, როგორც წესი ქართული კლუბებისთვის, თუმცა იმასაც ვიტყოდი, რომ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და სრული მობილიზებით ვემზადებით ამ თამაშისთვის. მატჩის წინა ვარჯიში გუნდმა ტორპედოს სტადიონზე გამართა. კლუბში კარგი განწყობაა და გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ქუთაისელებს საერთაშორისო ასპარეზზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისეული დაბრუნების იმედი აქვთ. გუნდში სიმშვიდეა, არანაირი პანიკა არ არის. მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში ყველა ვარჯიშობთ დაწყნარებული. მოუთმენადებიან ხვალინდელ მატჩ ტორპედოს ერთგული ფანები. გულშემატკივართა კლუბი ტორნადო მეტოქეს ტრიბუნიდან დაატყდება. ხვალელოდები ძალიან კარგი თამაშს, პირველ რიგში მივლოცავ ყველა ქუთაისელს ამ წარმატებას 7 წელი ევროპის ლიგაზე არ ყოფილვართ ქუთაისის ტორპედო. კომაქტა კლუბი ტორნადო ხვალ აპირებს ტორნადო და ადრიალოს ამ ტრიბუნებზე და პირველ რიგში გეგმავთ მოგებას და მეორე ამ მოგების აღნიშნავს წელი ღამე ხვალ ქუთაისში. ტორპედო აქტობეს მატჩის ბილეთები ხვალ დილიდან გაიყიდება და 4-დან 7 ლარი ეღირება. თავად მატჩი კი 21 საათზე დაიწყება. საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. საწვრთნელი პროგრამის მიხედვით გუნდი 5 და 6 ივლისს ორ ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად ესტონური თანატოლების წინააღმდეგ გამართავს. დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა 20 წლამდელებმა მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში 2 სპარინგი უკვე ჩაატარეს. თბილისში სტუმრად ყოფ ისრაელის ნაკრებთან ორივე მატჩი წააგეს და 22 ივლისის ჩათვლით სლოვენიაში გასამართ ელიტ რაუნდზე ქართველი 20 წლამდელები უკვე ურთულეს ჯგუფში მოხვდნენ, სადაც გუნდის შესარჩევი ციკლისთვის იმედიანი განწყობით ემზადება. რეალთან თამაშების შემდეგ უფრო კარგად შევთამაშეთ და უფრო გუნდურ თამაშს ვთამაშობთ. ეს ასევე ვაჩვენეთ ისრაელთან მეორე თამაშში. ძალიან კარგად ვითამაშეთ, ვფიქრობ, წავაგეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გასაკეთებელი ბევრია და ვფიქრობ, რომ გავაკეთებთ ევროპის ჩემპიონატამდე. ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ ვაჩვენოთ კარგი თამაში. ჩვენი მიზანი არის ეს შეკრებებით, თამაშებით უნდა ტარდება, იმიტომ მიმგზავრებით ესტონეთშიც, რომ მოვემზადოთ, მაქსიმალურად შევთამაშდეთ და შემდეგ უკვე დანარჩენს დრო გვაჩვენებს და ალბათ იღბალით თუ რა მოხდება ჯგუფში, ვინ დარჩება და როგორ თამაშს ვაჩვენებთ. საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ლონდონის ლიცენზიანთა სტენდს კიდევ 4 ხელმოწერა შეემატა. მომავალი ზაფხულის ოლიმპიადაზე გამოსვლილ ქართულ ათლეტებს 4 მძლეოსანი შეუერთდა. დავით ილარიანი, ბორისლავ სხილტლაძე, მასეი ჟროსევიჩი და მარიამ გოგოლაძე ბრიტანეთში გასამართ კეთილინების თამაშებზე გაემგზავრებიან. ჩვენ 35 სპორტსმენი მიყვავს დღევანდელი მდგომარეობით ლონდონში. ეხლა უკვე ყველაფერი უკვე ლონდონში შევხედავთ, იმედია რომ შედეგი ცუდი არ უნდა იყოს. მე დიდ გამარჯვებას ველე და ალბათ ქართველი გულშემატკივარი გახდება ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებების მოწმე. სიმაღლეზე ხტომაში სულ რაღაც 2 სანტიმეტრი დაგვაკლდა, ასევე ბადროს სპორტსნაშიც რამოდენიმე სანტიმეტრით ორმა სპორტსმენმა ფაქტურად ვერ შეასრულა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი ოლიმპიადა ჩვენია და მომავალ ოლიმპიადაზე გაცილებით მეტი რაოდენობა იქნება სპორტსმენების და გაცილებით უფრო მაღალი სინჯის მედლებზე ვის მოლოდინში ვიქნებით ვიდრე ლონდონში. უფრო უკეთეს ფორმაში ვარ ვიდრე წინა ოლიმპიადებზე და ყველანაირად ვეცდები რომ უკეთეს შედეგი ვაჩვენო, უფრო წინ წავიწიო პოზიციებით და მოხვდე ნახევარფინალში და მე უკვე ფინალისტის ვიბრძოლა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქართველი სპორტსმენები მომავალი პარაოლიმპიადისთვის ინტენსიურად ემზადებიან. ამ ეტაპზე ლონდონში გასამგზავრებელი საზური შოთა ომარაშვილმა უკვე მოიპოვა. ქართული მხარე კიდევ რამდენიმე ლიცენზიის აღებას გეგმავს. პარაოლიმპიელების ხარდამჭერთა რიცხვს ამიერიდან არდი ჯგუფით შეუერთდება. თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი დღეს სპორტ კომპლექს არენაში მოეწერა, სადაც პარაოლიმპიურ თემაზე შესრულებული ფოტო გამოფენაც მოეწყო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენს კომიტეტსა და სადაზღვევო კომპანია არჩ შორის.
დაიგეგმა მემორანდუმის გაფორმება, რომელიც შემდგომში გამოიხატება სხვადასხვა მხარდაჭერ აქციებში. კომპანია ARDI მხარს დაგვიჭერს ჩვენ ნებისმიერ სპორტულ თუ არასპორტულ ღონისძიებაში, რომელიც ჩვენი კომიტეტის მიერ იქნება ორგანიზებული და ეს პირველი ღონისძიება არის ფოტოკონკურსი, ფოტოგამოფენა, რომელშიც მიიღებენ მონაწილეობას ჩვენი სპორტსმენები, სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები. ჩვენი კომპანია მოხარულია, რომ შესაძლებლობა მიეცა გამხდარიყო საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრების ერთ-ერთი სპონსორი. ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია დაეხმაროს შესაძლებლობებით მქონე ადამიანებს საზოგადოებასთან უკეთეს ინტეგრაციაში და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ჩვენი სპორტსმენები მიაღწევენ საუკეთესო შედეგებს ოლიმპიადაზე. მე პირადად ოლიმპიური თამაშებისთვის, პარაოლიმპიური თამაშებისთვის ვემზადები და ეს ძალიან სტიმულსაც მაძლევს ეს ხარში დგომა და დახმარება და ვეცდებით რომ გავამართლოთ ეს მხარდაჭერა და ასევე საქართველოს სახელი გავიტანოთ და ყველანაირად ვეცდებით რომ შედეგები ავწიოთ მაღლა. და ბოლოს ერთი ინფორმაცია, რომელიც საფეხბურთო კლუბ ბარსელონას გულშემატკივრებს დააინტერესებთ. კატალონური გრანდის ღირსებას მომავალი სეზონიდან ხორდი ალბა დაიცავს. 23 წლის მარცხენა განაპირა მცველმა ახალ კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვალენსიას უკვე ყოფილი ფეხბურთელი ბარსელონამ დღეს ოფიციალურად წარადგინა. ხორდი ალბამ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ფინალურ შეხვედრაში მეორე გოლის ავტორიც გახდა. ეს მე ამ ინფორმაციით გემშვიდობით და გიორგის გადავცემ კლავს სიტყვას. მადლობა გიორგი, პირდაპირ ეთერში სპორტის სახლებს გიორგი გულბანი გვაცნობდა. და ბოლოს ფოლკლორულმა ფესტივალმა არტგენმა სტარტი აიღო. ტურნეს ფარგლებში პირველი კონცერტი ყვარელში ჩატარდა. ფესტივალი წელს უკვე მე-9 ტარდება. ამჯერად არტგენი საქართველოს 5 რეგიონს მოივლის, თბილისში კი კონცერტები 21-დან 29 ივლისამდე გაგრძელდება. გოგიას ლურჯა მოძახილებს აგროვებს. ურიკა ყვარელში მიდის. იქ არტგენია ქართული ერთმა შეკრება, რომელმაც უკვე მე-9-ს თავის ფერხულში ჩააბა მთელი საქართველო. ფანდური სიღნაღიდან ფიზიკური მაღალი ხმა, ლაგოდეხის ბალი, არტგენმა ქვეყნის გარშემო გახური სტარტი აიღო. ის ოჯახური კერა, ოჯახური ტრადიციები, საიდანაც ჩვენ მოვდივართ, თვითონ ოჯახის სიმბოლიკა, თვითონ ის კულტურა, თაობებს შორის ურთიერთობის, ცოდნის გადაცემის და ასე შემდეგ. ეს ეხება მომავალთაობას, იმიტომ რომ ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაინც დაწყების დღიდან იყო პოპულარიზაცია გენეტიკური ფესვების. 8 წელი სოფელ შეგროვებულმა ქართულმა ეთნოჰანგებმა ამჯერად ყვარელში მოიყარა თავი. წვიმის გამო ილიეთ მასზე დაგეგმილმა შეკრებამ ყვარელის კულტურის სახლში გადაინაცვლა და სცენაზე მუსიკალური ტურნე მოეწყო. ერთი წელი არტგენის საიუბილეო თარიღამდე. მე-10 წლის თავს ფესტივალი საგრძნობლად გაზრდილი მასშტაბებით ხდება. მე-9 წელი არტგენმა დაიწყო ყვარელიდან ამ მადლიანი კუთხიდან, მადლიანი ადგილიდან ბევრი ღვთისმშობელი დაბადებულა და აი უმერთან აზიარები ხელოვნებით ახელები დღეს ვამკობენ არტგენი როგორც ყოველთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწილს იწყებს და ემზადება 10 წლის იუბილეისთვის უკვე ყვარელიდან. როგორც იცეკოთ ისე ცეკვა სიმღერა კახურად სცენა ყველა ასაკის ხელოვანებმა დაიკავეს. თბილისურ ანსამბლებს და კუთხეებიდან ჩამოსულ სტუმრებს კახელებმა უმასპინძლეს. მაყურებელმა ადგილობრივი მომხერლებისგან, ანსამბლებისგან და მოცეკვავებებისგან 4 საათიანი ქართული ეთნო შოუ ხილა. ჩვენ ვართ ანსამბლი მანდილი და აგრეში უკვე მესამე ვიღებ მონაწილეობას. ეს იყო ფესტივალზე წინანდალში და ყვარელში. არტგენმა მივიწყებული სიმღერების გარდა უძველესი ქართული იარაღებიც აღადგინა. მაყურებელმა ქართული საბრძოლო ხელოვნება იხილა. შავფაროსნებმა ტრადიციულ შოუსთან ერთად ახალი იარაღებით შექმნილი ილეთებით წარადგინეს. ჩვენ არტგენში მონაწილეობთ მისი დაარსების დღიდან უკვე 9 წელიწადია რაც არტგენი არსებობს. ჩვენ წარმოადგენთ ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია შავფაროსნებს და ყოველწლიურად გამოდივართ არტგენის ფესტივალზე, მის დასწრებულ ეტაპზე ასევე ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც წარმოადგენთ ქართულ საბრძოლო
საქართველოს სახეობებს, ეს არის ფარიკაობები, ჭიდაობები, შუგოსნობა და ბრძოლის სხვადასხვა ხერხები. ეროვნული მუსიკის ფონზე უძველესი ტრადიციების ქომაგები რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. რეწვის და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოყენა-გაყიდვა უკვე ფესტივალის ტრადიციული ნაწილი გახდა. არგენში მუშაობა სასიამოვნოა იმიტომ რომ მაინტერესებს ხალხის აზრი, ჩემი ნამუშევრების გატანა. არტგენი კუთხეებში გაგვენილი მუსიკის შეკრებას აგრძელებს. ქართული ჰანგების საძიებლად ის კიდევ 4 რეგიონს მოივლის. ყველას ერთად კი თბილისში თვის ბოლოს შეკრებს. დღესაც ისულას იყო რეალ ტივის საინფორმაციო სამსახური ხვალამდე გამიშტოებათ ნახვამდის.